უკანია ეძები. Arale çocukluğu. O ismi o. Petri yakatı ilçe de tutmak iyi yapıp filmek gibi. Armoachinuso თავისი ასე ვთქვათ შემოქმედება და ტალანტი ობიექტი და მართლა ვამაყობ, მინდა გითხრათ, ძალიან ვამაყობ თქვენი. მოხობ და ვარ ბედნიერი, რომ ზუსტად იმ კულტურულ ასე ვთქვათ ცენტრში ფაქტიურად 0% არის ბავშვები, როცა იზრდებიან, ანუ დანაშაულებრივი, ასე ვთქვათ, თავიანთი მოქმედება და ქმედება. არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობისთვის. ძალიან მიყვარხარ და მართლაც ვამაყობ და დიდი სიამოვნებით დაგადავარდა. დაჯილდოვდა ჯანო ბაკალიძე ხელმძღვანელი. ეს მედოიც ამას მედალი დავდივარ. მოულოდებით ჯილდოვდება პედაგოგი ქალბატონი მაიკო ბატონებო თქვენი დიდი გასაუბრება სანდრო ქართველიშვილი მიხეილ აშ დაუკარი მეგობრებს ქართველიშვილი აჭარო? აი, კაცი, ნამდვილობაში კაცი. სურათი გადამიღე და. არა, ცალკე მივიდა. ვიცი, ოდი გაკაცი. მიშიკო ჩხარტიშვილი. цараვა. მაგდა ნინოა. თამარ წუწუნია.
Mari Nikolava. Mari Bokuchava. Mari Chishkarian. ქალაქ ქუთაისში დასრულდა ქართული ხალხური შემოქმედებითი ფოლკლორული ფესტივალი, სადაც მონაწილეობას ღებულობდა დასავლეთ საქართველოს და ქალაქ თბილისის ფოლკლორული ცენტრის მოზარდი ახალგაზრდობა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ჯანო ბაგრატიონის პრიზებით, ეს მოხდა მათი დაჯილდოება და ამ პრიზების გადაცემა ჩემს მიერ. მინდა მოულოცო ეს წარმატებული დღე ჩვენს პატარებს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი წახალისება, ვინაიდან ისინი ემსახურებიან ქართულ საქმეს. ქალაქ ქუთაისში ჩატარდა ახალი თაობა, ასეთ ფესტივალი, კონკურს ფესტივალი, სადაც ანსამბლმა სამევა აიღო პრიზი ჯანო ბაგრატიონის. ესე იგი, უბრალოდ ახლა ეს უწყობს პოპულარიზაციას, რა თქმა უნდა, ხელს, ბავშვების სტიმულს. და სამომავლოდ გვაქვს კობულეთი დაგეგმილი, გვაქვს ფოთის ფესტივალი, ვიცი ჩვენ ოქროსაწმისი ტარდება ფოთში. ანსამბლი მუშაობს, რეპეტიციები ტარდება და ეს უწყვეტლად მიდის. და რა ვიცი, სამომავლოდ ესაა ეს ჩვენი რომ უფრო მეტი განვითარება, უფრო მეტი დიდი მიღწევები, უფრო მეტი წინსვლა და ჯანსაღი ცხოვრება უფრო ბავშვებისთვის, უფრო მეტი ცოდნა, განათლება და უფრო მეტი პრიზები, რა თქმა უნდა. რა ვიცი, მე ყოველთვის მოხარული ვიქნები, რომ იყოს ეს ასეთ ფესტივალები და სულ მივიღებ ჩვენ მონაწილეობას. იმიტომ ვართ ჩვენ, რომ და ეს საქმე ვაკეთოთ. რა ვიცი, მეტნაკლებად როგორც გამოგვდის, არ ვიშურებთ ძალა ღონეს, თავარი ეს არის და მშობლებით, ბავშვებით მობილიზებული ვართ იმის გულზე, რომ ვანახოთ ქალაქს, ჩვენი თავი, ვანახოთ სახელმწიფოს და სახელმწიფოს გარეთაც გავიდანოთ ჩვენი კულტურა. ჩვენ მუშაობთ და ახლა კიდევ ფოთში გვაქვს გამოსვლა, მაგრამ უფრო მეტ გვინდა რომ მივახციოთ. ჩვენ ჯანო ბაგრატიონის პრიზი ავიღეთ, რომელიც ძალიან გაგვიხარდა. დიახ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ანსამბლში ისეთი პატარა ბავშვები იყვნენ, ვისაც იყო ეს პირველი და მათ ძალიან დიდი სიხარული მიიღეს ამით და მათ ძალიან დიდი ბედნიერება მიენიჭათ ამით და ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობდით ამისათვის და თავს არ უზოგავდით, რომ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია და ძალიან კარგია და გვიხარია ჩვენ ამის მიღწევა.